ჩვენთან არის მე გილოცავთ ლაზარის აღდგენების დღესასწაულს. დღეს ჩვენ აღნიშნავთ დღეს, რომელიც არის წინამორბედი აღდგომისა. აი თავისი მნიშვნელობით და დანიშნულებით, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ რა მოხდა ამ დღეს, უფალმა სპეციალურად აი ესეთი განზრახვით წინასწარ განზრახვით დააგვიანა აი როცა უთხრეს რომ ავადარისო ლაზარეო დააგვიანა შეძლო უფრო ადრე მისვა რა თქმა უნდა არანაირი პრობლემა არ ქონდა მაგრამ განზრახ დააგვიანა რათა აღსრულებულიყო ყოველი სიმართლე როგორც ამბობს ხოლმე ხო ესე იგი რა ხდება ეს ლაზარე თან აი დიალოგები რომელიც ხდება სანამ მივა ესე ჯერ ეწყვიან და მე ადრე რომ მოსულიყავიო ხო გადარჩებოდაო და რაღაც ესეთი სიტყვებია მე ესე იგი პირდაპირ არ მივიდა გზაში შეეგება მართა ანუ ლაზარეს და მარიამი იქვე არის იქ ოღონდ არ წამოსულა შესახვედრად და ნუ უფალმა თქვა არაფერიო აღდგებაო ნუ გეშინია და ვიციო რომ აღდგებაო ტრედიტო როდესაც იქნება საყოველთაო აღდგომაო ასე უთხრა და უფალმა კიო მაგრამ ის დღეს აღდგებაო და ნუ ფაქტიურად მივიდა საფლავთან როდესაც უკვე იღწნებოდა ლაზარეს გვამი იქ წერია სახარებაში სუნი აზდიოდაო ესე იგი სუნი აზდიოდაო აი დღის სუნი ლაზარეს ხო და ასეთ შემთხვევაში ვერავინ ვერ შეძლებს რომ აი ჩვეულებრივი ადამიანი აი ექიმი კლინიკური სიკვდილი რაღაც ამას ხო ვამბობთ აი ვერავინ ვერ შეძლებს რომ ესე იგი ადამიანი მოაბრუნოს სასიცოცხლოდ როდესაც ის უკვე ყდრის სუნი როცა აქვს მას და ეს იმათაც იცოდნენ მარტო ეხლა კი არ ვიცი ძველებმაც იცოდნენ და როცა მივიდა ხო არავის არ ჯეროდა რომ ეხლა ხა როგორ აღადგინოს კაი დაუშვათ იქ რაღაც იყო ახალი გარდაცვლილები მიდიოდა და იქ ესე იგი უბრუნებდა სულს და რაღაცა ეს კარგი თქვა ექიმებსაც შეუძლიათ რაღაც ამბავში რომ ადამიანი კლინიკურ სიკვდილში რო შედის იქიდან გამოიყვანონ მაგრამ აი ასეთ ვითარებაში უკვე შეუძლებელია მათი აზრით და არავინ არ ელოდება რომ ეხლა რამე ისეთი მოხდება თქვა და უთხრა რომ გადააგორეთ ლოდიო ხო და ლაზარე გამოდი გარეთ უთხრა და შეხვეული ამ იმაში რა ქვია როგორც წესი იყო ესე იგი სახვევებში და ეს სუნი აზდიოდა და უცებ ეს მოდის ეს ლაზარე რომელიც იკვდარი იყო გამოდის და გახსენითო ეს ყველაფერიო და ანუ უამრავი ხალხი ხედავდა ამ სასწაულს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო მისული ჭირისუფლად იმ დებთან მართასთან და მარიამთან და ამიტომ ეს ამბავი იყო აი როგორც ელვა და ისე გავრცელდა როგორც აი წამში გავრცელდა მთელ იერუსალიმში და ეს იყო მიზეზი იმისა რომ სახარებაში წერია რომ მეორე დღეს უკვე უამრავი ხალხი ხვდება ესე იგი უფალს იერუსალიმში შესვლისას და ეს ბრძოლა დღესასწაული რო გვაქვს ჩვენ ანუ დიდებით შესვლა იერუსალიმში სწორედ აი ხვალინდელი დღე არის ამ დღევანდელი დღით გამოწვეული რომ მათ ხილულად იხილეს ქრისტეს მიერ აღსრულებული უდიდესი სასწაული როცა მკვდარი ადამიანი რეალურად ისეთი რომელსაც არაფერი ეშველებოდა მათი აზრით რომელსაც უკვე მკვდრის სუნი აზდიოდა უცებ გაცოცხლდა და მისი ნებით ეს აღესრულა და ეს მოხდა ძალიან ისე საჯარო საყოველთაო ესე იგი სიხარულიც გამოიწვია და
ქრისტეს მიერ ესეთი დამოკიდებულებაც, როგორც აი უდიდესი სასწაულმოქმედისა. როგორც ღმერთს აღიქვავდნენ ძალიან მცირე ადამიანები მაშინ. ქრისტეს მიმართ ეს დამოკიდებულება იყო როგორც დიდი სასწაულმოქმედის მიმართ და მათ უკვე მოუნდათო ეს ისეთი კაცია კუტრებს აღადგენს და მოდი ჩვენი მეფე იყოს და მისი მეფობით მთელი სოფლიო ჩვენ ფეხქვეშ გაედება და ამიტომ ესე იგი მთელი ამათი ძალისხმევა უკვე იყო მიმართული იმისკენ რომ ესე იგი როგორც მეფე უნდათ რომ ყოლოდათ და თან ხოწერია ძველახთქმაში მეფის დავითის შტოდან და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ბეთლემში და ეს ამათ არ იფიქრეს რომ ეს ზეციური მეუფეა და იფიქრეს რომ მიწიერი მეფე გავამეფოთ და ხო და უფალი სულ მეორებდა მე რომ არა ვარ ამ ქვეყნისთვის მოსული არამედ მე თქვენ ესე იგი თქვენი მეუფე ვარ ზეციური მეუფე და თქვენ ჩემთან უნდა მიგიყვანოთ გაგათავისუფლოთ და მიგიყვანოთ სასუფეველში ცად აი ეს და ასეთი არ უნდა და მე ის რაც მოხდა მე ესე რო გვიკვირს როგორ ასეთი დიდებით რომ მიიღეს მე რატო ჯვარს რატო გააკრეს იმედები არ გაუმართლა ეს ამათ უნდათ მეფე რომელიც სოფლიოს დაიპყრობდა და აღმოჩნდა რომ შეიძლება აფურცხო შეიძლება აგინო შეიძლება ცემო ანუ ესეთი რაღაცაა და აქედან გამომდინარე ეს ვიყოფილა და მე ბარაბა მოიცხოვეს ამის ანუ ფაქტიურად აი ესეთი ვითარება წავიდა და ამიტომ ჩვენ ახლა როცა ეს ყველაფერი ვიცით და მაინც არ გვჯერა ეს არის პრობლემა თუ არა იმათ რო არ იცოდნენ და არს გაუგონარი რაღაცა ხდებოდა მათ თვალწინ გასაგებია როცა ჩვენ ქრისტიანები გვქვია როცა ჩვენ ვიცით რომ ეს ყველაფერი რეალობაში მოხდა ნუ ახლა ზოგი როგორც ზღაპარს ისე უყურებს ყველაფერს ამას და ანუ დღეს კიდე რო არ ჯეროდეს აღდგარი მტრეცით აღდგარი ქრისტესი ხო ადამიანისა რომელიც მთელი ცხოვრება ქრისტეს დიდებაში იყო და მისი ცხოვრება აი ესე უფალთან ერთად რაღაც მიმდინარეობდა კარგი დაუშვათ ის ათეისტური ხანა ხო აღარ არის რამ 30 წელზე მეტი აღარ არის ხო 40 გახდება მალე ხო და ისე ალბათ ეს 40 წელიც ისეთია რომ იბოდიალეს ებრაელებმა აი უდაბნოში ეს ეგეთი რაღაცა ალბათ ნუ იმიტომ რომ გარკვეულწილად სანამ ჩვენ აზზე მოვალთ მანამდე ეს 40 წელი უნდა გავიდეს და რაღაც დავრბივართ იქით-აქეთ რაღაც მიწიერ რაღაცებს ვეძებთ ვიღაცები იქ სწავლებაც კი მოიგონეს თითქოს და უფალზე ამბობს ეს დოროთე ყურაშვილი არქიმანდრიტი ვიღაცა ამბობს რომ თურმე ესე იგი ქრისტე მოსულა გასაყოფად და იმას კი არ ამბობს რომ ღმერთი აერთიანებს და ბოროტი ყოფს ესე იგი ეს ამბობს მხოლოდ იმ სიტყვას ნაწილს იყენებს ანუ სახარებას ამახინჯებს უფალი ამბობს მე ქრისტე რო ბოდით მე მოვდივარო რომ ესე იგი ჩემზე წინ არავინ არ უნდა დააყენოს არც მამა არც ზედა არც ოლი არც შვილი და აქედან გამომდინარე ვისაც არ წამს ვერ გაიგებს ამ სიტყვებს და უპირისპირდება მაგალითად წმინდა ბარბარეს დაუპირისპირდა მისი მშობელი იქ თქვათ ქმრები მეუღლეებს ცოლებს დაუპირისპირდნენ ქრისტეს გამო იქ უამრავი მაგალითია შუშანი კი თქვათ ასე შემდეგ რომ ავიღოთ ეს მაგალითები მაგრამ ეს როგორი ამეთით განსაყოფად ადამიანების ერთმანეთისადმი დასაპირისპირებლად კი არ მოვიდა უფალი, არამედ უფალი მოვიდა რომ ერთობაში ვიყოთ მასთან ერთად. და ვინც ამაზე უარს ამბობს, ის თავისთავად ესე ემიჯნება აი ამ სასუფევლის გზას. და ამიტომ ხდება რომ ზოგიერთი ოჯახის წევრი ზოგი უფლისკენ მიდის, ზოგი უფლის საწინააღმდეგო და ამაზეა ლაპარაკი და არა იმაზე რომ ეხლა რაღა ევროკავშირში წავალ თუ არ წავალ ამის მიხედვით გავიყოთ ოჯახები ერთმანეთთან. ანუ ესე იგი
და ისა შენი წარმოდგენით რა არის ევროკავშირი და სხვისი წარმოდგენით რა არის ევროკავშირი, ეს იყოს განყოფის ჩვენ შორის ესე იგი საფუძველი და ვითომ ქრისტე ამას ამბობდა. ამას გვეუბნება მშობლებს არ დაემორჩილეთო შვილებიო. ამას ამბობს და ესე იგი სიმართლეს რო აკეთებდო, იმას სიმართლე რა არის? სიმართლე ჭეშმარიტება არის, როდესაც უფალთან მიდიხარ თუ არა. სიმართლე ყოველას თავისი შეუძლია რომ მოიგონოს სიმართლე. არა სიმართლე რეალური, არამედ თვითონ თავის მოგონილი სიმართლე. და ამასაც ამბობს უფალი. ესე იგი ფარისეველთა და მწიგნობართა სიმართლით ვერ შეხვალ სასუფეველში. ამას ამბობს, უფალი ამბობს. ეგ სიმართლე არაა, რომ ჩვენ სად წავიდეთ, სად არ წავიდეთ, ევროკავშირში წავიდეთ თუ სად წავიდეთ, ამის გარშემო ჩვენი განყოფა აბსოლუტურად მიუღებელია. და ეს უკეთური კაცი არქიმანდრიტი წოდება აქვს და მწვალებლობას ხადაგებს არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი. ამას კიდევ იმეორე. ის ამბობს, რომ თითქოს და ჩვენ უფალი მოგვიწოდებს, რომ ერთმანეთს განვეყოთ და ერთმანეთის წინააღმდეგ ვიყოთ და მშობლების წინააღმდეგ, იქნებ ბავშვები სიმართლე აქვს მათთან და იმიტომ რა სიმართლეა მათთან? ეგ არის სიმართლე, რომ ევროკავშირში შევალთ თუ არ შევალთ, ამის გარშემო დავიყოთ ჩვენ უნდა უფალი სულ სხვა რამეს ამბობს. შენ არჩევანი უნდა გააკეთო ღმერთსა და მამონას შორის. ანუ ანგარებასა და ღმერთს შორის და ანგარებით რაღაცებს აკეთებინებენ და ეს კაცი ხო სასულიერო პირი გონია თავისი თავი და ამახინჯებს სახარებას, მწვალებლობას, ხადაგებს. მე ამას ღიად იმიტომ ვამბობ, რომ საფრთხე არის. ამნაირი ხადაგება სასულიერო პირის სახით ლაპარაკობს სისულელეებს და ვიღაცას გონია რომ ეს მართალია და ის რომ უფალმა თქვა მოვედ განყოფა თქვენ და განყოფა არა იმის გამო რომ ევროკავშირში შევიდეთ თუ არ შევიდეთ, არამედ მე მოვედ განყოფად იმისა რომ შენ ჩემთან თუ არა ხარ, ანუ მამონასთან ხარ და ეს არჩევანია და ანუ თუ ღმერთი არ აირჩიე, მაშინ მამონისკენ მიდიხარ, ანუ ბოროტებისკენ და ანგარებისკენ მიდიხარ. ამაზე ლაპარაკობს და ჩემზე წინ ნურავის დააყენებ თუ ნურს მამას, ნურს დედას, ნურს დას, ნურს ძმას, ნურს შვილს, ნურავის. ამაზე ამბობს და არა იმაზე, რომ ევროკავშირში შევალთ თუ არა, ამასთან დაკავშირებით ერთმანეთს დავერიოთ რა და ბავშვებს მოუწოდებს იმას უგუნურა რა და რელიგიურ ახსნას აძლევს ისეც, ვითომ სახარებაში უფალმა თქვა, რომ ეს რო თქვა მოვედ განყოფა თქვენ და იმიტომ თქვა რომ ევროკავშირში შევიდეთ თუ არა, კიდე რაღაც მიწიერი სიმართლეები მოვიგონოთ და ამის გარშემო დავიყოთ ერთმანეთის წინააღმდეგ. აი ესეც რამეს ამბობს და ამიტომ ეს არის დიდი დანაშაული ღვთის წინაშე. მოინანიოს სანამ დრო არის იმ დოროთემ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი შეიძლება ცდუნდეს აი ამ ცრუ სიტყვით და თუ არ ვიტყვით ჩვენ ამის შესახებ, მაშინ გამოდის რომ ესე იგი შეიძლება ვიღაცამ შეხედოს მის იმას გარეგნობას, ვითომ რაღაცა აცვია სასულიერო სამოსელი არქიმანდრიტია და რაღაცა და ატყუებს ხალხს. ამიტომ გინდა არ გინდა გვაქვს აუცილებლობა რომ ამის შესახებ ვთქვათ და სწორედ ისეთ დღეს, როდესაც ამის შესახებ სათქმელია, იმიტომ რა თქმა უნდა უფალთან დაიყო ხალხი უფლის მიმართ, ხო ხედავთ, ზოგს მისი მეფობა უნდა მიწიერი, ზოგს კიდე მისი ესე იგი წამს როგორც ღმერთის და ეს განყოფა არის სწორედ. ანუ შენ ბარაბას რო ირჩევ, იმიტომ ირჩევ, რომ ეს შენი სიმართლეა. შენ ამბობ რომ ბარაბა მინდა და ეს კიდე არ მინდა. რატო ამბობ? იმიტომ უფალთან კი არ გინდა არჩევანის გაკეთება. არამედ ესე იგი ქრისტე რადგან გითხრეს რომ ქრისტე ჩაქოლოთ, ჩავქოლოთ და ეს გადაწყვიტეს იქ უთხრეს იმ წიგნობრებმა და ფარისევლებმა, იმიტომ გეუბნება უფალი რომ ესე იგი წიგნობრებისა და ფარისევლების სიტყვებს ნოაყვებითო და მათი სიმართლე არ შეგიყვანთ სასუფეველშიო. ამას ამბობს და აი ეს სწორედ ეს არის ფარისევლისა და წიგნობრის სიმართლეა, რასაც ის ამბობს ჭეშმარიტების ნაცვლად ჩაანაცვლა ეს თავისი სიმართლე და ხალხს უქადაგებს, რომ ბავშვებს უქადაგებს, მშობლებს არ დაემორჩილოთ, იმიტომ რომ ესეთი რაღაცა თქვენი არჩევანი ევროპაა და
ევროპა და აზია და ის რა შუაშია საერთოდ უფალთან მიმართებაში როცა ვსაუბრობთ და ანუ ეს განყოფა ქრისტეს მიერ ნათქვამი არ ეხებოდა პოლიტიკურ რაღაცის არჩევანების გაკეთებას, არამედ ის იყო მე რომ მოვედი თქვენთვის რომ სასუფეველში წაგიყვანოთ ამისთვის ვინც მომყვება ესე იგი ის ჭეშმარიტების სული მომყვება და ვინც ეწინააღმდეგება ამას ბოროტის სულით ეწინააღმდეგება ანუ ეს განყოფა ანუ კეთილსა და ბოროტს შორის ანუ ცხონებასა და წარწმედას შორის და დოროთე ყურაშვილმა მოიგონა ესეთი უაზრო განყოფა ევროკავშირთან დაკავშირებით რაღაცა სიმართლე მოიგონა ბავშვებს ეუბნება მოდი ახლა და ამ დროს წარსაწმედელში მიაქანებს აი ამ თავისი ცრუ სიტყვით ადამიანებს ასე რომ ეს უნდა ძალიან კარგად დავინახოთ რომ არ არის ყოველთვის სიტყვა ნათქვამი სასულიერო პირის მიერ ჭეშმარიტე თუ ისე არ არის სახარების შესაბამისი ის არის დამღუპველი და ამას ამბობდა უამრავი წმინდა მამა თავის დროზე რომ ემიჯნებოდნენ ამ წვალებრულ სწავლებებს და შეიძლება ადამიანს შეეშალოს პირად ცხოვრება შეიძლება რაღაც არასწორად გააკეთოს ეს არ არის ისეთი დანაშაული რომლის გამოც ესე არ შეიძლება რომ გამოსწორდეს მაგრამ წვალებლობის დანაშაულია როდესაც ადამიანი სახარებას გადააკეთებს და თავის ჭკუაზე მოარგებს თავის აზრებს აი ამ სახარებას და იმის სახელით ლაპარაკობს რომ აი თქვენ ქრისტემ ასე თქვა და თქვენ ახლა მე რასაც ვამბობ ის გააკეთეთ და არ უთქვია ქრისტეს ის რასაც ლაპარაკობს დოროთე ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ და ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ ყველა ზოგადად ჩვენი ცხოვრება ისეთია რომ ხშირად ცდილობს ბოროტი რომ სიმართლის სახით რაღაცა სისულელეები თავს მოგახვიოს და შენ როდესაც ამას ამბობ რომ სიმართლე რომელიც მე მაქვს ის არის ჭეშმარიტება ეს არის სიცრუე ანუ როცა ამბობ ის სიმართლე რომელიც მე გამაჩნია ის არის ჭეშმარიტება ეს არის სიცრუე იმიტომ რომ ჩემი სიმართლე უფალმა თქვა იმის დავით წინასწარმეტყველის პირით რომ ყოველი კაცი ცრუი არის ყველა ცრუობთ იმიტომ რომ რაღაცები ისე გაკეთებული რაღაცას ისე ფიქრობთ ან რაღაც ისე ვაკეთებ რომ სიმართლე ჩვენში ბოლომდე თუ ჩაუკვირდებით არ არის რაღაცეებში ვცდებით რაღაცას არ ვაკეთებთ სწორად და სიცრუე ყველა ადამიანში რაღაც შემთხვევაში შეიძლება რომ იმართლოს სიცრუით და მართალი წარმოადგენს შეიძლება სადღაც ისე შეეშალოს და არასწორად თქვა შეიძლება რაღაცა ანგარებით თქვა სიცრუე შეიძლება ასე აწყობდეს და თქვა სიცრუე გადააკეთოს სიმართლედ ასე ეს ადამიანი იცის უფალმა რომ ადამიანს ესეთი რაღაცეები შეუძლია და ამიტომ შემოიტანა თავისი ესე ჭეშმარიტების სიტყვა და ჭეშმარიტების სული რომლითაც ადამიანმა უნდა განსაზღვროს რომ ეს შენი სიმართლე შეესაბამება ჭეშმარიტების სულს შეესაბამება ჭეშმარიტების სიტყვას თუ არ შეესაბამება ესე იგი არასწორად ამბობ და არასწორს ლაპარაკობ აქ ეს სიმართლე არ არის ეს არის ტყვილი მაგრამ სიმართლე ქვია რამდენია ასეთი სიმართლე დღეს რომ დადიხარ ყველა მართალია მაგრამ ჭეშმარიტება სულ სხვა რამეა უფლისაგან მოცემული სიტყვა რომელიც არ გახუნდება, არ დაუძლურდება, არც დაინგრევა არაფერი. ის დარჩება ბოლომდე და ამიტომ ჩვენ უნდა ეს განსაზღვროთ, რომ სად გავართ ჩვენ უფალთან ჭეშმარიტების სულში გვინდა ვიყოთ, თუ ეს ცრუ სულით რაღაცა გავამართლოთ ჩვენი უაზრო მოქმედებები. აი ეს განსხვავება ჭეშმარიტებასა და ეგრეთ წოდებულ სიმართლეს შორის ძალიან დიდია. ამიტომ ჩვენ უნდა ყოველთვის გვახსოვდეს ეს და გაჯიუტა ასე ჯიუტი იყო ქეთევან წამებულიო და გაჯიუტდაო თავის სიმართლეში ესეთ რამებს არქიმანდრიტი ქვია რას ქვია გაჯიუტდა კი არ გაჯიუტა აღსარებელია კაცო და ჭეშმარიტებისთვის თავი დადო სულ სხვა რამე გაჯიუტება არის აგერ ბავშვები რო გაჯიუტდებიან ხოლმე და ერთ ამბავს რო ტეხენ უაზრო რამებზე და ან ადამიანები ხო რაღაც სისულელეზე რო გაჯიუტები ხო და გაჯიუტება ქეთევან დედოფლისა ვის გაუგონია
იმ დროს, როდესაც აღმსარებელი ადამიანმა თავი დადო და რა წამებას გაუძლო და წმინდა გიორგი არის ჯიუტი და ქეთევან წამებული არის ჯიუტი და რა მოწამეები ჯიუტი ხალხია და აი ესე სისულელეს ლაპარაკობს ეს კაცი. ხო და თქვენს გაჯიუტიდით ახალგაზრდებს მოუწოდებს რომ აი თქვენაო მშობლებს და იმას არ დაუჯეროთ გაჯიუტიდითო და აი ამ სიმართლეს მოემსახურეთო რომელიც კარგად არის დაფინანსებული იქიდან საიდანღაც და იმან რომ დაგაფინანსა იქ არის ჭეშმარიტებაც კიდე სიცოცხლე და გზაც და ყველაფერი მისთვის და ის რაც ნამდვილად ჭეშმარიტება გზა და სიცოცხლეა უფალი იესო ქრისტე აი ამაში ჩააჯინა ამ ჩარჩოებში და სახარების სახელით ატყუებს ხალხს და სახარება ამას არ გაუტარებს მას იქ არის ბევრი რამ რაც წერია იქ სწორად და ის რასაც ატრიალებს იმას თუ არ მიყვება რაც სახარებას წერია ეღოველისგან რითი განსხვავდება ან კიდე ვიღაცაებისგან ვინც ამახინჯებს სახარებას და ყველებს გვასწავლებს ასე რომ ეს უნდა გავითვალისწინოთ და ხვალინდელი დღე არის დიდი დღე მაგრამ ისევ არის აი სწორედ აი რატო გვაწდის უფალი ესე ნელ-ნელა თავის ჭეშმარიტების გახსნა ხდება აი ნამდვილი რაც არის ჯერ აღადგინა მკვდრეთით ლაზარე ანუ დაგანახა რომ იმ ანამდეც კიდე ბევრი რამ იყო ხო ვიცით რა სასწაულებით მაგრამ ეს არის უკვე აი პირდაპირ აღდგომის წინა პერიოდში უკვე მთლიანად უნდა რომ დაგანახოს რა არის ჭეშმარიტება და თავისი ღვთაებრივი ჭეშმარიტებაც უნდა რომ დაგანახოს პირველი ის არის აგერ ლაზარე აღადგინა მკვდრეთით და ეს დაინახე უამრავმა ადამიანმა ამის გამო ერთი ამბავი ქონდა და მეორე დღეს ესე იგი ხდება ყველა ეს თავის ტანსაცმელს უფლენენ ესე იგი ფეხქვეშ რომ მოდის დიდები შედის იერუსალიმში ყველას აქვს ოსანა ძისა დავითისა და ესე უწოდებენ და ანუ მეუფეურიათა და ასე შემდეგ და ესე იგი მათ უნდათ რომ გამეფონ და ამ დროს იწყება ესეთი ვითარება რომ მისი ასეთი მეფური დიდება შეესაბამება მის პატივს ოღონდ მეფური მიწიერი მეფური დიდება კი არა ზეციური მეფე არის და ზეციური მეფის წინაშე უნდა ვიყოთ დიდების მეტყველები და მე იწყება მისი დაკნინება, მისი დამცირება და როდესაც გონია რომ ეხლა აი ამას მოერევა ხორციელად და გამთავრდება მისი ცხოვრება და მე უკვე მოშორდება და ვერაფერს ვერ ანუ მოკლავენ და დამთავრდება რა ასე გონიათ და ბოლომდე მიყვან აი ამ სიკვდილის გზაზე დააყენეს გონიათ რომ ეხლა დამარცხდება უფალი აი ამ გზაზე რახან დააყენეს კაცობრივი ბუნებით ის რა თქმა უნდა ამას ყველაფერს ითმენს ეს ყველაფერი მასზე მოქმედებს ძალიან მძიმედ თუნდაც ის ჯვარზე გაკრა საშინელი ტანჯვაა და კიდე რამდენი შეურაცხყოფა დაითმინა მაგრამ უნდა ახსოვდეს ყოველი სიმართლე რასაც ამბობს უფალი და არა იყოს ნება ჩემიო არამედ იყოს შენი ნება უფალს ეუბნება ჩემ ნებაზე რომ ამბობს თავის კაცობრივ ნებაზე ამბობს რომ ეშინია სიკვდილისა ბუნებრივია რომ ეშინია ეს არ არის შიში როგორც ასეთი ან როგორ იცი პიროვნული არჩევანისა რომ მე მინდა ეს ჭამო თუ ეს არ უჭამო ან ეს გავაკეთო თუ ეს არ გავაკეთო აქ არის ბუნებრივი ესე იგი როგორ ამე იცი რომ აი ეხლა რომ აი ესეთი მძიმე ხვედრი ელის და ხედავს და იცის ესა კაცობრივად ადამიანი ვერცერთი ადამიანი თავის კაცობრივი ბუნებით ხო ვერავინ ვერ გაუძლებს ამ ტკივილს და ამ შიშს და ასე შემდეგ და მისი ბუნებრივი ესე ადამიანური გრძნობები და ადამიანური ესეთი მდგომარეობა როდესაც ის გეციმანის ბაღში ამას ხედავს და ელოდება ხო ამაცილეო ეუბნება უფალს ესა მაგრამ არა როგორც მე მინდა არამედ როგორც შენ ანუ იქვე შეცვლის იმიტომ რომ მე შენინებით უნდა ვიმოქმედო ანუ აჩვენებს ეს არის როგორ იცი დანახებული რომ უფალი ერთდროულად არის როგორც ადამიანი ასევე არის ღმერთი ამაში ჩანს აი რომ
ესე იგი მას როგორც ადამიანს ეშინია აი ამ ხვედრისა და ცდილობს რომ აიცილოს, ხო? როგორც ადამიანი, მაგრამ რო წუთში ხვდება და იცის რომ ეს მისი ასეთი განსაცდელი არის იმისთვის რომ ესე იგი ძალიან დიდი ღვთაებრივი სასწაული აღსრულდეს აღდგომა და ამ აღდგომით მთელი კაცობრიობა უნდა იხსნას და ამიტომ არა მე როგორც ვინდა, არამედ როგორც შენო უფალს ეუბნება და ეს ღვთაებრივი და კაცობრივი ნება აგერ ჩნდება აი ამ მდგომარეობაში, როცა არის უფალი. ხო და ეს სხვა რამეა, ეს ადამიანშიც კი არის, ეს თვითონ ადამიანშიც განყოფა არა თუ ესე იგი ადამიანებს შორის, არამედ თვითონ ადამიანშიც არის განყოფა რაღაც ამბავში, რომ აი როგორ მოიქცეს რა ადამიანი, მაგრამ ახლა ეს როგორია უფალში რო არის, ეს არის კაცობრიwსა და ღვთაებრივ შორის ესეთი მდგომარეობა, როდესაც უფალი მთლიანად ესე იგი ღვთაებრივი ნებით მერე აღასრულებს, როგორც მისი კაცობრივი ნება მზად არის რომ აღასრულოს ღვთაებრივი ნება. ადამიანში ეს ჭობა არ არის კაცობრიwსა და ღვთაებრივ ნებას შორის. არამედ არის, მაგრამ თავის თავში კი არა ის ღვთაებრივი ნება ქრისტეში არის თვითონ მასში და მასშივე ადამიანური ნება. როგორ კაცი და ღმერთი ერთი იპოსტასი, მაგრამ ადამიანის იპოსტასი არის ადამიანური. მას ღვთაებრივი ბუნება თავისთავად არ გააჩნია ადამიანს. არამედ ღვთაებრივი ნების აღსრულება ხდება იმით, რომ ის ხდება, რომ მისი კაცობრივი ნება, ესე რომელიც გააჩნია, ხო? და სხვა არ გააჩნია, ღვთაებრივი ნება ადამიანს არ გააჩნია. ეს მარტო ქრისტეს აქვს, რომ ერთდროულად ღვთაებრივის და კაცობრივი. ადამიანს აქვს ადამიანური ნება და ამიტომ ადამიანი ცდება ხშირად და რაღაც არასწორს აკეთებს, იმართლეთ სიცრუეს წარმოიდგენს და ასე შემდეგ. ქრისტე არ შეცდება, იმიტომ რომ ქრისტე არის ღმერთი და კაცი, ანუ ეს არის ერთი იპოსტასი, ანუ მთლიანობაში და ადამიანი შეიძლება თავის ნებას რო გაყვეს, ღვთაებრივ ნებას აცდება და სხვაგან წავა და ანუ მისი ნება უნდა დაამთხვიოს ღვთის ნებას, რომელიც მასში კი არა როგორც თვითონ როგორც იპოსტასი, არამედ ღმერთი არის მასთან, ოღონდ არის არა მისი ბუნებრივი მდგომარეობა ღმერთობა, არამედ ღმერთთან ურთიერთობით არის და ღვთისაგან მოცემული ძალით ხდება ადამიანი ღვთისნების აღსრულებული და განხრთობაც მისი ღვთისნებით ხდება, ანუ ღმერთი მას ესე შეუერთდება, როცა ჩვენ ვეზიარებთ. ხო, უფალი ჩვენში შემოდის და ჩვენთან ერთად არის და მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ღმერთი ვართ. არამედ ნიშნავს, რომ ღმერთმა ინება ჩვენთან თანაზიარება, ანუ ჩვენთან ერთად არის ღმერთი და მისი ნება, რომ ჩვენთან ერთად არა ის, რომ ჩემი nebაც არის, რომ იყოს ჩემთან, ოღონდ ჩემი ნებით ის მხოლოდ არ მოვა, ანუ თვითონაც უნდა, ანუ ღვთაებრივი ნება თუ არ არის, ჩემი ნება არ წყვეტს ამას და თუ ღვთის ნება წყვიტავს, მაგრამ ადამიანს ისე უკეთებს ღმერთი, რომ ესე იგი ღმერთს როცა უნდა და ადამიანს არ უნდა, მაშინაც არაფერი არ ხდება ღვთაებრივი ადამიანში. თუ შენ არ გინდა, არ ძალადობს შენზე. რაც არ უნდა დიდი სიკეთე მოგიტანოს, შენ უნდა თვითონ აერჩიო ეს ღვთაებრივი მდგომარეობა, რომელიც უფლისგან მოგეცემა განხრთობით. ამიტომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან შეერთებული ძალიან დიდ ძალას აძლევს ადამიანს, როცა ღმერთი მასთან არის და ისიც ღმერთთან არის და ამ შემთხვევაში უკვე მისი ცხოვრება ხდება ერთობაში უფალთან და ამას ამბობს უფალი, რომ მე მოვედიო თქვენთან, რომ ჩემნი იყოთო, ჩემები იყოთო და ესე იგი მე გაერთიანებთო და ბოროტი ყოფთო. ანუ ეს სულ სხვა რამეა, ბოროტი ყოფს ადამიანს თავისი რაღაც პირადი შეხედულებებით, რაღაცა აზრებით, მიდგომებით, სურვილებით და ასე შემდეგ. ეს ბოროტის განკარგვა, რასაც დოროთე აბრალებს ღმერთს, ეგ არის ბოროტის ესე მოქმედება და ანუ ღმერთი არ ყოფს ადამიანს. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ერთმანეთს შეიძლება დაუპირისპირდნენ და აქ იყოს ღვთისნება, ის არის, რომ
უფალთან რომ მიდის ადამიანების ნაწილი, მეორე ნაწილი ებრძვის ამ ღვთაებრივ ესე იგი მიმართულებას და უპირისპირდება ადამიანებს, რომელმაც აირჩიეს ღმერთი და აი აქ არის ხოლმე განყოფა, ამ განყოფაზე ამბობს უფალი. არა, ეს განყოფა არის იმისათვის, რომ გამოფხიზდეს ადამიანები და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს. ანუ შენ, როდესაც უფლის წინაშე სიმართლით ცხოვრებას ცდილობ და ვიღაცა შენი ოჯახის წევრი, თქვა, ამის წინააღმდეგია, შენ იმას კი არ უპირისპირდები, შენ ცდილობ, რომ იმას დაუსაბუთო უფალთან ერთობის მნიშვნელობა. და თუ ის არ იჯერებს და არ მოყვება და შეიძლება შენ არ მოკლავ იმას მაგისთვის და ის მოკლავს ამისთვის, როგორც ბარბარე რომ მოკლა, ესე იგი წმინდა ბარბარე მამამისმა, ხო? აი ესეა, ანუ იქ რომ ესე იგი თქვა შუშანიკის წინააღმდეგ რეები გააკეთა იმ ურწმუნო კაცმა. ანუ ესეთი რაღაცებია, როდესაც შენ ესე იგი გინდა რომ მოექცეს ადამიანები, თქვა შენი ოჯახის წევრები იქნება თუ რაღაც, შენ ან თუ ნაცხვები, შენ მათ კი სიტყვით უპირისპირდები, ესე იგი ეუბნები ჭეშმარიტების სიტყვებს, უფლისაგან, რომელიც არის ნათქვამი და მოცემული. ამას ამბობ, მაგრამ ის შეიძლება ამის გულისთვის ისე დაგიპირისპირდეს, რომ მოკლას და რამდენია ახლა ქრისტიანების, ახლა დევნა რო იყო, რამდენი ადამიანი დაღუპეს. ხო და ქრისტიანია არ კლავს ადამიანს, სხვა ადამიანს, ქრისტიანი ვინცაა რეალურად, არ კლავს ვინმეს, რომ რის გამოც შეიძლება, აი ქრისტეს გამო მოკლა სხვა ადამიანისა, ეს არის ბოროტება. და სხვათა შორის ისტორიაში მოხდა ამბროსი მედიოლანეს ჰქონდა თავის ცხოვრებაში. ერთ-ერთი იყო, ვინც განუდგა რომის იმპერიის ჯარებს განუდგენ და თავი იმპერატორად გამოაცხადა. ერთ-ერთი კაცი იყო მხედართავარი და იმან წვალებლებს დაუწყო დევნა ისე რომ მოკლა დაუწყო და ამბროსი მედიოლანელმა ჯერ გააფრთხილა ასეთი რამე არ შეიძლება მე ესე განკვეთა საერთოდ ეკლესიიდან რომ ეს არ არის ქრისტეს გზა, ადამიანების მოკლა ქრისტეს სახელით მიუღებელია. რაც მოხდა დასავლეთ ევროპაში, რომელიც ჩვენ გვასწავლის ახლა ინკვიზიციები და ინდულგენციები და ყველა ეს უბედურებები, რაც კი რამე იყო, მე ის ბართლომეს ღამეები და ის ყველაფერი რელიგიური დაპირისპირებები სწორედ იქ მოხდა და ჩვენ ახლა გვასწავლია როგორ ვიცხოვროთ ჩვენ და როგორ ესე იგი ერთმანეთის მიმართ როგორ გქონდეს ერთობა და უფლის წინაშე როგორ ვეცადოთ და ამაში ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ ის სიბნე ჩვენი წინაპრების რომლებმაც აი საუკუნეების მანძილზე აი ამ სისულელეებს არ დაუჯერეს სხვადასხვა ცრუ სწავლებებს და ბოლომდე შეინარჩუნეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. დღესაც ჩვენ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება უნდა შევინარჩუნოთ და უფალს უნდა შევეგებოთ, ჩვენი ცოდვების სინანულით და ამავე დროს მისი მტკიცედ წვენით, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენი ცხონება შეუძლებელია. ასე რომ ღმერთმა ძალა მოგცეს, ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ სოფელ თამაკონს მშვიდობა და სიხარული და ირაკლის და მარიამს ღმერთმა მადლი და წყალობა მისცეს და სიკეთე და ამ ტაძრის შენებლობისთვის და კეთილი საქმის გაკეთებისთვის და ღმერთმა მისცეს მათ სულიერი წყალობა და მადლი, რომლითაც სასუფეველს დაემკვიდრებენ. და ყველა ჩვენთაგანს და ყველა თქვენთაგანს მადლობა მამებს, მამა მატათა, რომელიც თქვენი მოძღვარია, ღმერთმა დავლოცოს მამა მატათა და ყველა მამები, ვინც აქ ესწრებით, დედები და ყველა მრევლი და ყველა კეთილი ადამიანი ღმერთმა დავლოცოს. ჩვენთან არის ღმერთი.